იცით, ბოლო დროს რაღაც მაწუხებს. რაღაც, რაც ვფიქრობ, ღამითაც არ გაღვიძებთ, განსაკუთრებით თუ თმაზე რამდენიმე ვერცხლისფერი ზოლი გაქვთ, ან თუ მოულოდნელად შენიშნეთ, რომ შობა დაახლოებით თქვენი დაბადების დღის სიხშირით მოდის. გახსოვთ, როცა ბავშვი იყავით? ზაფხულის ერთი შუადღე, ფაქტობრივად, მთელი ცხოვრება იყო. შეგეძლოთ გაღვიძებულიყავით, მთელი ცხოვრება ხის სახლის აშენებაში გაგეტარებინათ, ეზოში ეპიკური ბრძოლა გეწარმოებინათ, ზავი გამოგეცხადებინათ, სამი ნაყინი გეჩამათ და შიგნით მიწით დაფარული დაბრუნებულიყავით. დედა კი საათს შეხედავდა და გეტყოდათ, რომ მხოლოდ შუადღის 2-ია. როგორ არის ეს შესაძლებელი? მაგრამ ახლა თვალებს ახამხამებთ და როგორღაც 30 წლის ხდებით. ისევ ახამხამებთ და 50 წელი თვალებში გიყურებთ. მთელი წელი ერთ თვედ იჭედება. ერთი თვე უფრო სწრაფად გადის, ვიდრე შაბათ-კვირა. რატომ ხდება ეს? ეს უბრალოდ ხრიკია, რომელსაც თქვენი გონება გიშლით ხელს? იმიტომ, რომ უფრო დაკავებული, უფრო გაფანტული და უფრო დაღლილი ხართ? ან იქნება აქ რაღაც გაცილებით ღრმა ხდება, რაღაც ფუნდამენტური იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს სამყარო სინამდვილეში და როგორ ამუშავებს თქვენს თავის ქალაში არსებული მექანიზმი რეალობას, რაც იწვევს ამ დაუნდობელ აჩქარებას. თუ მათ გკითხავთ, ადამიანების უმეტესობა მხრებს აიჩეჩავს და რაღაცას ჩაილაპარაკებს ბიოლოგიაზე. ისინი ისაუბრებენ თქვენი მეტაბოლიზმის შენელებაზე, დოფამინის რეცეპტორების ცვეთაზე ან უბრალოდ დაბერებაზე. და რა თქმა უნდა, კარგი, ეს ამის ნაწილია. მაგრამ მე სამყაროს სხვაგვარად ვუყურებ. ყველაფერს ვუყურებ და ვხედავ ატომებს. ვხედავ ენერგიას, რომელიც ხდუნავს გარშემო. ვხედავ ინფორმაციის ნაკადს და ცვალებად მდგომარეობებს. და როდესაც ამ პრობლემას, დროის ამ საშინელ აჩქარებას, ამ ლინზით ფიზიკის ცივი მკაცრი ლინზით შეისწავლით, აღმოაჩენთ რაღაც ნამდვილად შემაშფოთებელს. როგორც ირკვევა, დროის თქვენი აღქმა ფიზიკის ყველაზე დამთრგუნველ კანონთან არის გადაჯაჭვული. ენტროპია. სამყაროს რკინისებური ტენდენცია, გადავიდეს წესრიგიდან არეულობაში, სისუფთავედან ქაოსში. მაგრამ სწორედ აქ ხდება უცნაური და ვგულისხმობ ძალიან უცნაურს. დროის აჩქარების მიზეზი ასაკის მატებასთან ერთად არ არის ის, რომ თქვენი ტვინი იშლება ან ფუჭდება. სინამდვილეში პირიქითაა. ეს იმიტომ ხდება, რომ თქვენი ტვინი ძალიან კარგი ხდება თავის საქმეში. თქვენ ხდებით ეფექტური. თქვენ ხდებით გამარტივებული. თქვენ ქმნით წესრიგს თქვენს თავში. ფიზიკის ცივ მათემატიკაში კი წესრიგი სწრაფად არის. წესრიგი სწრაფად მიიწევს წინ. არეულობა, ქაოსი, სიახლე, უცნაურობა, ეს არის ის, რაც დაცოცავს. ეს არის ის, რაც იჭიმება. ეს არის ის, რაც იგრძნობა მდიდრულად, მკვრივად და რეალურად. ასე რომ, აქ მინდა წაგიყვანოთ მცირე მოგზაურობაში. ჩვენ ჩავუღრმავდებით მოძრავ ატომებს, რომლებიც ქმნიან თქვენს მოგონებებს. ჩვენ დავჭრით თავად სივრცე დროის წეხვს, დიახ, ვთქვი წეხვი და დიახ, ერთ წუთში ეს აზრს მიიღებს. და ჩვენ გავარკვევთ, თუ რატომ სრიალებს წლები თქვენს თითებში წყალივით და არის თუ არა რაიმეს გაკეთება ამის შესახებ. შეგიძლიათ თუ არა ონკანის დაჭერა და შესაძლოა, უბრალოდ ნაკადის შენელება. ეს მხოლოდ ნოსტალგია არ არის. ეს არ არის ჩემი ძველი კარგი დღეების ნისლიანი აღქმა. ეს ეხება იმას, თუ როგორ მუშაობს რეალობა სინამდვილეში ყველაზე ფუნდამენტურ დონეზე. და თუ გსურთ ჩემთან ერთად სამყაროს გაშიფრა, თუ გსურთ სამყარო ისეთი ნახოთ, როგორიც ის სინამდვილეშია, ზუზუნი, მოქანავე, დიდებული არეულობა, მაშინ დარჩით ჩემთან. მოდით, ერთად გავარკვიოთ ყველაფერი. ჩვენ გვაქვს ეს ღრმა ინტუიცია, არა? რომ დრო სტაბილურია. როგორც მდინარე, რომელიც ყველასთვის, ყველგან, ზუსტად ერთი და იგივე სიჩქარით მიედინება. ჩვენ წარმოვიდგენთ, რომ სამყაროს კედელზე დამონტაჟებულია რაღაც უზარმაზარი კოსმოსური საათი, რომელიც იდეალური რეგულარობით ტიკტიკებს. ტიკ-ტაკ, ტიკ-ტაკ. ერთი წამი ახალშობილისთვის, ერთი წამი მომაკვდავი ადამიანისთვის. იგივე მდინარე, იგივე დინება, იგივე საათი. მაგრამ ბუნება ასე არ მუშაობს. ბუნება გაცილებით უცნაური და ლამაზია. დიდი ხნის წინ, აინშტაინის წყალობით ვისწავლეთ, რომ დრო სინამდვილეში მოქნილია. ის იჭიმება და იკუმშება იმის და მიხედვით, თუ რამდენად სწრაფად მოძრაობთ ან რამდენად ახლოს ხართ მასიურ ობიექტთან. მაგრამ დღეს ჩვენ არ ვსაუბრობთ რაკეტებზე, რომლებიც კოსმოსში სინათლის სიჩქარით დაფრინავენ. ჩვენ ვსაუბრობთ რაღაცაზე, რაც გაცილებით უფრო ახლოსაა ჩვენს სახლთან, რაღაცაზე, რაც ახლა თქვენს თავში ხდება. ჩვენ ვსაუბრობთ ფსიქოლოგიურ დროზე.
ფსიქოლოგიური დრო კი უცნაურად რომ ვთქვათ, მიჰყვება წესებს, რომლებიც გასაკვირია, რომ თერმოდინამიკის კანონებს ჰგავს. იმისათვის, რომ გავიგოთ, თუ რატომ მიფრინავს დრო, ჯერ უფრო ძირითადი კითხვა უნდა დავსვათ. საიდან იცით, რომ დრო გადის? წარმოიდგინეთ, რომ ოთახში ხართ ჩარჩენილი. იდეალურად თეთრ ოთახში. მასში არაფერია. კედელზე არც საათი დევს, არც ფანჯარა, რომ ცაზე მზეს უყუროთ. და ვთქვათ, გაყინული ხართ. გუნდსაც ვერ ამოძრავებთ. არაფერი იცვლება. ჰაერი სრულიად უძრავადაა. შუქი არც იმციმებს. ყველაფერი იდენტურია ერთი წამიდან მეორემდე. გადის დრო. შეიძლება ინსტინქტურად თქვათ. კარგი დიახ, რა თქმა უნდა, დრო გადის. მაგრამ როგორ გაზომავდით მას სინამდვილეში? როგორ გაიგებდით? თუ მდგომარეობა ზუსტად იდეალურად ატომურად იდენტურია მდგომარეობის ესა, მათ შორის არანაირი განსხვავება არ არის. არანაირი განსხვავება. არანაირი ცვლილება. ფიზიკაში დროს ცვლილებით ვზომავთ. მას მატერიის გადალაგებით, საგნების აქედან იქით გადაადგილებით, ნიმუშების ცვლილებით. წარმოიდგინეთ წყლის აუზი. თუ წყალი სრულიად უძრავადაა და ყველა ატომი უბრალოდ იქ არის სინამდვილეში, ისინი არასდროს არიან უბრალოდ იქ, ისინი ყოველთვის ირხევიან მიკროსკოპულ დონეზე, მაგრამ თქვათ დიდ მასშტაბზე, იმ მასშტაბზე, რომელსაც ხედავთ, არაფერი ხდება. ეს მოსაწყენია. არანაირი ისტორია არ არის მოსაყოლი. არანაირი ისტორია არ იწერება. მაგრამ ახლა ჩაყარეთ მელნის ერთი წვეთი ამ წყალში. რა ხდება? მელანი ვრცელდება. ის ტრიალებს. ის ქმნის ამ მშვენიერ რთულ ფერის ღრუბლებს. ის გადადის მელანი აქ, წყალი იქ მდგომარეობიდან, მელანი და წყალი შერეულია მდგომარეობაში. ეს პროცესი, ეს მოგზაურობა განცალკევებული და მოწესრიგებულიდან არეულ და უწესრიგო მდგომარეობაში ქმნის დროის ისარს. ეს ქმნის ისტორიას, რომელზეც შეგიძლიათ მიუთითოთ და თქვათ. ეს მოხდა, შემდეგ ის მოხდა. თქვენი twin-ი ზუსტად იგივეს აკეთებს. ეს არის მანქანა, რომელიც შექმნილია მელნის მორევის ჩასაწერად. ის იწერს ცვლილებებს. ახლა აი ანალოგია, რომელიც მინდა, რომ თქვენს თავში ჩაკეტოთ. წარმოიდგინეთ, რომ თქვენი მეხსიერება კინოკამერაა. მაგრამ ეს არ არის ჩვეულებრივი კამერა, რომელიც სტაბილური, მუდმივი კადრების სიხშირით მუშაობს. ეს არის ინტელექტუალური კამერა. ის ადაპტირდება. როდესაც ახალგაზრდა ხარ, ვთქვათ, 5 წლის ხარ, აბსოლუტურად ყველაფერი ახალია. ყველაფერი. როგორ ეცემა მზის სხივები მისაღებ ოთახში მოტივტივე მტვერს. აქამდე არასდროს გინახავთ. როგორ დარბის ძაღლი გამოწეული ენით. ახალი. ზუსტად მარწყვის გემო, რომელიც ენაზე ფეთქდება. ახალი. თქვენი twin-ი უყურებს ქაოტური, არაპროგნოზირებადი, უცნაური ახალი ინფორმაციის ამ უზარმაზარ ნაკადს და ამბობს. ღმერთო ჩემო, ეს მნიშვნელოვანია. ეს ყველაფერი უნდა შევინახო. ეს უნდა ჩავიწერო. ასე რომ, თქვენს თავში კამერა სიჩქარეს მატებს. ის იწყებს გადაღებას წამში 120 კადრით. ის იჭერს ყველა პატარა დეტალს. ტექსტურას, სუნს, სინათლის ხარისხს, ხმის ზუსტ სიმაღლეს. ის იწერს ინფორმაციის უზარმაზარ რაოდენობას. სიგნალის ენტროპია მაღალია, რაც ნიშნავს, რომ ის არაპროგნოზირებადია, რაც ნიშნავს, რომ ის მდიდარია მონაცემებით. ახლა კი სწრაფად გადავინაცვლოთ. თქვენ 40 წლის ხართ. იღვიძებ, კბილებს იხეხავ. ზუსტად ერთსა და იმავე აბაზანაში 10,000 ჯერ გაიხეხე კბილები ზუსტად ერთი და იგივე კბილის ჯაგრისით. სამსახურში მიდიხარ. ზუსტად ეს გზა 3,000 ჯერ გაიარე. მაგიდასთან ზიხარ. ზუსტად იცი რა სიტყვის შენი უფროსი, სანამ სიტყვები მის პირიდან გამოვა. რადგან ის 6 წლის განმავლობაში ყოველ ორშაბათ დილით ერთსა და იმავეს ამბობს. შენი twin-ი ამ მონაცემებს უყურებს და ამბობს, ვიცი. ეს სქემა შევნიშნე. არ მჭირდება ძვირფასი ენერგიის დახარჯვა ამის ხელახლა ჩაწერაში. ეს უკვე ფაილში მაქვს. არქივშია. მაშ რას აკეთებს კამერა? ის ანელებს. ძალიან ნელა. ის ამცირებს კადრების სიხშირეს. ის იღებს წამში 2 კადრით. შესაძლოა უფრო ნაკლებს. ის იღებს კბილების გახეხვის სწრაფ კადრს, შემდეგ კიდევ 1 კადრს სამსახურში მისვლისას, შემდეგ კიდევ 1 ვახშამზე. ის ჯრის ყველა შუა ნაწილს. ყველა მოსაწყენ, პროგნოზირებად, განმეორებად მასალას. ის დაუნდობლად იკუმშება მონაცემებს. ახლა კი ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რაც უნდა გააკეთოთ. აი, სად ხდება ილუზია, სადაც ხრიკი გესმით.
როდესაც ფილმს გონებაში რთავთ, როდესაც ჯდებით და ცდილობთ თქვენი ცხოვრების გახსენებას, მას მუდმივი სიჩქარით უყურებთ. გონებაში ნორმალური სიჩქარით უყურებთ. ბავშვობის ფილმი წამში 120 კადრით არის გადაღებული. ასე რომ, როდესაც მას უყურებთ, ის შენელებული კადრით ვითარდება. ის მდიდარია. ის დეტალურია. ის ინფორმაციულად სავსეა. ერთი შუადღე იჭიმება და იშლება, რადგან მასში იმდენი რამ არის ჩათვირთული. ზრდასრულთა ფილმი წამში 2 კადრით იყო გადაღებული. როდესაც მას ხელახლა უყურებ, ის ჰგავს ერთ-ერთ ძველ, უხმო ფილმს, სადაც ხალხი გააფთრებით დარბის. ზიპ, ზიპ, ზიპ. მთელი კვირა ბუნდოვნად გადის. სამსახურში მიხვედი. სახლში დაბრუნდი. გეძინა. სულ ესა. 3 კადრი. 3 კადრი. დანარჩენი წაიშალა შენახვის ადგილის დაზოგვის მიზნით. ხედავთ, ინფორმაციის ფიზიკა რაღაც ხრმას გვეუბნება. ხანგრძლივობის აღქმა პროპორციულია ჩაწერილი ახალი ინფორმაციის რაოდენობისა. მეტი ახალი ინფორმაცია ნიშნავს მეტ აღქმულ დროს. ნაკლები ახალი ინფორმაცია ნიშნავს ნაკლებ აღქმულ დროს. ეს ასე მარტივია და ასე სასტიკი. მაგრამ მოდით, უფრო ღრმად ჩავუღრმავდეთ. უფრო ღრმად უნდა ჩავუღრმავდეთ, რადგან უბრალოდ იმის თქმა, რომ კამერა ანელებს, ცოტა თაღლითობაა. უნდა გავიგოთ, რატომ აკეთებს ამას ტვინი და რა კავშირი აქვს მას თავად რეალობის ფუნდამენტურ ბუნებასთან. უნდა ვისაუბროთ ატომებზე, ალბათობებზე და სამყაროს მექანიზმებზე. ყველაფერი ატომებისგან შედგება. შენ, მე, ჰაერი, ეკრანი, რომელსაც ახლა უყურებ. და ეს ატომები ყოველთვის ერთსა და იმავეს აკეთებენ, ირხევიან. ერთმანეთს ხტუნაობენ, როგორც მილიარდობით პაცაცინა ბილიარდის ბურთი. ლექციებზე ხშირად ვსაუბრობ გაზის ყუთზე. მილიარდობით მოლეკულა მუდმივად ეჯახება ერთმანეთს. თუ მათ ერთ კუთხეში დააწყობთ, ეს წესრიგია, ეს განსაკუთრებული, უჩვეულო მდგომარეობაა. მაგრამ ძალიან სწრაფად ისინი ხტუნაობენ, ვრცელდება და იფანტებიან მანამ, სანამ თანაბრად არ განაწილდებიან მთელ ყუთში. ეს არის არეულობა. ეს არის მაღალი ენტროპია. ბუნებას უყვარს მაღალი ენტროპია. ბუნებას უყვარს ნივთების შერევა და გაფანტვა. წარმოუდგენლად ადვილია ნივთების შერევა და წარმოუდგენლად რთულია მათი დაშლა. შეგიძლიათ კვერცხი ათქვიფოთ, მაგრამ აბსოლუტურად არ შეგიძლიათ მისი დაშლა. ეს არის ენტროპია. ეს არის თერმოდინამიკის მეორე კანონი, რომელიც დაუნდობლად ანადგურებს. თქვენი ტვინი არის ფიზიკური სისტემა, რომელიც სასოწარკვეთილად ებრძვის ამას. თქვენი ტვინი ცდილობს სამყაროს გაგებას. ის ცდილობს ქაოსში წესრიგის პოვნას, მოდელების აგებას, იმის პროგნოზირებას, თუ რა მოხდება შემდეგ. როდესაც ახალგაზრდა ხარ, სამყარო წარმოგიდგენია, როგორც უკიდურესად მაღალი ენტროპია, უამრავი არეულობა, უამრავი რამ, რაც არ გესმის, უამრავი კანონზომიერება, რომელიც ჯერ არ დაგიწერია. შენს ტვინს უწევს გააფთრებული მუშაობა, ენერგიის წვა, რათა ყველაფერი გაიგოს. მან ნერვული გზები ნულიდან უნდა ააშენოს. ის ფიზიკურად ცვლის თავის სტრუქტურას, რათა მოერგოს ამ უცნაურ ახალ რეალობას, რომელიც შენს გრძნობებში იღვრება. ეს უზარმაზარ ენერგიას მოითხოვს. უზარმაზარ ძალისხმევას. და ეს მაღალი ინტენსივობის დამუშავება, ეს გააფთრებული წერა და გადაწერა, დროის სვლას მძიმედ აღნიშნავს თქვენს მეხსიერებაში. ის ღრმა ღარებს ტოვებს. მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად, შენს თავში სამყაროს მოდელს ქმნი. შენ ქმნი წესრიგს. შენ ქმნი პროგნოზებს. შენ სწავლობ კანონზომიერებებს. მოდით, მოგიყვანოთ ანალოგია წიგნის კითხვასთან დაკავშირებით. წარმოიდგინე, რომ კითხვას სწავლობ. 5 წლის ხარ, ზიხარ იქ სურათებიან წიგნთან. უყურებ წინადადებას. ცალ-ცალკე უნდა შეისწავლო თითოეული ასო. CAT. RUNS. Runs. თქვენ ამუშავებთ ნედლ მონაცემებს ეტაპობრივად, სიმბოლო-სიმბოლო. ერთი გვერდის გადახედვას მარადიული დრო სჭირდება. გამოცდილება წარმოუდგენლად მკვრივია, სავსე ძალისხმევითა და ყურადღებით. ახლა წარმოიდგინეთ, რომ ზრდასრული ხართ და კითხულობთ იმავე გვერდს. აღარ უყურებთ ასოებს. ნახევარ შემთხვევაში არც კი უყურებთ ცალკეულ სიტყვებს. სკანირებთ. თქვენი ტვინი ხედავს აბზაცის ფორმას და უბრალოდ პროგნოზირებს მნიშვნელობას. თქვენ რეალურად აღარ კითხულობთ. თქვენ ადარებთ შაბლონებს. თქვენ ავტოპილოტზე მუშაობთ. ეს არის მონაცემთა შეკუმშვა. ინფორმაციის თეორიაში ჩვენ ვიცით, რომ თუ შეთხობინება პროგნოზირებადია, ის შეიცავს ძალიან მცირე რეალურ ინფორმაციას.
თუ მე გამოგიგზავნით შეთხობინებას, რომელშიც მხოლოდ წერია VS და თქვენ უკვე იცით, რომ მე გამოგიგზავნით GS, მე სინამდვილეში არაფერი მნიშვნელოვანი არ მithქვამს თქვენთვის. ინფორმაციის შინაარსი არსებითად ნულის ტოლია. მაგრამ თუ გამოგიგზავნით C7-9 ლიდერების სპილოს იასამნისფერი, ეს არაპროგნოზირებადია. ეს არის მაღალი ინფორმაცია. ეს აიძულებს თქვენს twins გაიღვიძოს და ყურადღება მიაქციოს. ასაკის მატებასთან ერთად, თქვენი ცხოვრება GS ჯაჯვად იქცევა. თქვენი twin-ი, როგორც ეფექტური და ჭკვიანი, უბრალოდ წერს იგივეს. იგივე, რაც გუშინ. იგივე, რაც გასულ კვირას. ის წყვეტს ატომების რხევის ჩაწერას, რადგან რხევა იდენტურია იმისა, თუ როგორ გამოიყურებოდა გუშინ. და რადგან დეტალებს არ იწერთ, როდესაც თქვენს მეხსიერებაში უკან იხედებით, იქ არაფერია დასაჯერად. დროის ხაზი თავის თავში იშლება, როგორც მომაკვდავი ვარსკვლავი. ახლა მინდა შემოგთავაზოთ განსხვავებული სურათი, განსხვავებული ხედვა ამის შესახებ, რომელიც ეხება იმას, თუ როგორ აღვიქვამთ თავად სივრცე დროს. ფიზიკაში ჩვენ ხშირად სივრცე დროს არა როგორც მიედინებულ მდინარეს, არამედ როგორც ბლოკს. არსებობის მხარ ბლოკს, სადაც წარსული, აწმყო და მომავალი ერთად არსებობს, გაყინული ოთხგანზომილებიან ქარვაში. წარმოიდგინეთ ეს, როგორც ძეხვი. გრძელი, უსასრულო ძეხვი, რომელიც დროშია გადაჭიმული. თუ ძეხვს დაჭერით, თითოეული ნაჭერი დროში მომენტია. ახლა, ახლა, ახლა. თუ დააკვირდებით ძეხვს, რომელიც ახალგაზრდა ადამიანის ცხოვრებას წარმოადგენს, ინგრედიენტები ველური და მრავალფეროვანია. ერთ ნაჭერში წიწაკის დიდი ნაჭერია ჩადებული. შემდეგ ნაჭერში კი ნივრის ნაჭერი. შემდეგ სრულიად განსხვავებული ტექსტურა აქვს, შესაძლოა, რამდენიმე მწვანილიც შერეული იყოს. თითოეული ნაჭერი განსხვავებული და გამორჩეულია. როდესაც თქვენს წინ დაფენილ ნაჭრების გროვას უყურებთ, მათ ადვილად გაარჩევთ. შეგიძლიათ მიუთითოთ და თქვათ, ეს ის ნაჭერია, საიდანაც ველოსიპედიდან გადმოვარდი და მუხლი გავიხეხე. ეს ის ნაჭერია, სადაც ნაყინი პირველად გავსინჯე. მაგრამ შეხედეთ რუტინული ზრდასრული ცხოვრების ძეხვს. ეს დამუშავებული ხორცია, ერთგვაროვანი, გლუვი, მასობრივად წარმოებული. თითოეული ნაჭერი ზუსტად ისე გამოიყურება, როგორც წინა და მომდევნო. თუ გაჩვენებთ მეოთხე 1000 და 4005 ნაჭერს, ნამდვილად ვერ შეამჩნევთ განსხვავებას. ისინი იდენტურია. იგივე მგზავრობა, იგივე საუზმე, იგივე აზრები, იგივე ყველაფერი. ინფორმაციის ფიზიკაში, თუ ორი მდგომარეობა იდენტურია, ისინი ფაქტობრივად ერთი და იგივე მდგომარეობაა. ისინი ერთმანეთში იშლება. ასე რომ, თქვენი twin-ი თავისი უსასრულო სიბრძნითა და დაუნდობელი ეფექტურობით, მათ ერთმანეთში აერთიანებს. ამას სჭირდება რუტინის ეს 5 წელი, 5 წელი ერთი და იგივე მგზავრობა, იგივე საუზმის ბურღულეული, იგივე სატელევიზიო შოუები, იგივე საუბრები. და ეს ყველაფერი მეხსიერების ერთხელ ნაჭერად იკეცება, რომელსაც უბრალოდ სამუშაო წლები ან თიის სამსახური რაც მქონდა ეწოდა. თქვენ დრო არ დაკარგეთ. დრო მოხდა. თქვენ მისი ყოველი წამი განიცადეთ. მაგრამ უბრალოდ არ ჩაიწერეთ. თქვენ არ მისცემთ ატომებს შანსი, რომ ისე ირწეოდნენ, რომ ღირებული ყოფილიყო შენახვა, ჩაწერა, დამახსოვრება. ეს გვაძლევს რაღაც ძალიან საინტერესოს დროის ისრის შესახებ. ჩვეულებრივ, ჩვენ ვამბობთ, რომ დრო წინ მიიწევს, რადგან სამყაროში ენტროპია იზრდება. ყველაფერი უფრო არეული ხდება. ხავა ცივდება. შენობები ინგრევა. ვარსკვლავები იწვის. სამყარო დაუნდობლად მიემართება მაქსიმალური არეულობისკენ. მაგრამ თქვენს თავში, ასაკის მატებასთან ერთად, რაღაც განსაკუთრებული ხდება. თქვენი ახალი მოგონებების ენტროპია სინამდვილეში მცირდება. თქვენ აღარ ქმნით ახალ არეულობას. თქვენ არ აწყდებით ქაოსს. თქვენ ქმნით წესრიგს. თქვენ ქმნით კანონზომიერებებს. თქვენ ქმნით პროგნოზირებადობას. და მიუხედავად იმისა, რომ წესრიგი უსაფრთხოდ გვეჩვენება, წესრიგი კი კომფორტულად და დაცულად გვეჩვენება, წესრიგი დროის ქურდია. პარადოქსულია, არა? თითქმის სასტიკია. მთელი ცხოვრება ჩვენი თავის მოწესრიგებას ვცდილობთ. ძალიან ბევრს მუშაობთ ჩვენი ცხოვრების ორგანიზებისთვის, კარიერის სტაბილიზაციისთვის, რუტინის დასამკვიდრებლად, რათა მუდმივად არ ვიყოთ სტრესში და არ ვიყოთ რთულად. სასოწარკვეთილად ვცდილობთ ქაოსის შემცირებას, დაბრკოლებების გასწორებას, ყველაფრის პროგნოზირებად და მართვად ქცევას. მაგრამ ქაოსის შემცირებით, არაპროგნოზირებადობის აღმოფხვრით, არსებითად ვაჭერთ ჩვენივე არსებობის სწრაფ გადახვევის ღილაკს.
ვასწორებთ რეალობის ტექსტურას მანამ, სანამ ის იმდენად მოლიპულ, უხახუნო არ გახდება, რომ უბრალოდ ჩვენს გვერდით სრიალებს ყოველგვარი კვალის, წინააღმდეგობის, არაფრის მოჯიდების გარეშე. ხახუნი. ეს სინამდვილეში კარგი სიტყვაა. როდესაც ახალგაზრდა ხარ, ცხოვრებაში ხახუნი არის. არ იცი რას აკეთებ. გამუდმებით ისეთ რაღაცეებს წააწყდებით, რაც არ გესმით. შეცდომებს უშვებთ მარცხნივ და მარჯვნივ. უხერხულად გრძნობთ თავს. აღელვებული ხართ. დაბნეული ხართ. გაკვირვებული ხართ. ეს ხახუნი სითბოს წარმოქმნის. ის ენერგიას წარმოქმნის. ის მონაცემებს წარმოქმნის, რომელთა დამუშავება და შენახვა თქვენმა ტვინმა უნდა განახორციელოს. და ეს დამუშავება დროს ახანგრძლივებს. მომენტებს უფრო ხანგრძლივს ხდის, რადგან თითოეულ მომენტში იმდენი რამ ხდება. როდესაც ასაკს იმატებთ და კომფორტულად გრძნობთ თავს, ხახუნის გარეშე ხდებით. დღეს რელსებზე სრიალებთ. ყველაფერი ოპტიმიზებული გაქვთ. და რადგან ასე გლუვად სრიალებთ, რადგან წინააღმდეგობა არ არსებობს, მოძრაობასაც კი აღარ გრძნობთ. იცით, ფარდობითობა გვეუბნება, რომ თუ სივრცეში ძალიან სწრაფად მოძრაობთ, დროშიც ნელა მოძრაობთ. დროის დილატაცია. მაგრამ ეს ფსიქოლოგიური ფარდობითობა თითქმის საპირისპირო მიმართულებით მუშაობს. თუ დღის განმავლობაში გონებრივად სწრაფად მოძრაობთ, ავტოპილოტით, ნულოვანი წინააღმდეგობით, ყველაფერი პროგნოზირებული და მოსალოდნელი, სწრაფად მოძრაობთ თქვენს აღქმულ ცხოვრებაში. წინ ხდებით. დეტალებს უგულებელყოფთ. ეს ნამდვილად საშიშია, როდესაც ჩერდებით და ფიქრობთ ამაზე. ვაღიარებ მეც მაშინებს. ერთ დღეს კალენდარს უყურებ და უცებ ხვდები, რომ მთელი ათწლეული აორთქლდა. უბრალოდ წავიდა. ძლივს იხსენებ, რა მოხდა მასში, რადგან არაფერი მომხდარა ისეთი, რაც დამახსოვრების ღირსი იქნებოდა. ეს ყველაფერი შაბლონების შესაბამისობა, შეკუმშვა, იგივე ნიშნები იყო. მაგრამ აი, საქმე, და ეს მნიშვნელოვანია, ეს მხოლოდ პირქუში და პირქუში არ არის. ეს მხოლოდ მე არ გეუბნები, რომ განწირული ხარ უყურო, როგორ აჩქარებს შენი ცხოვრება დავიწყებას. მექანიზმის გაგება ნიშნავს, რომ ჩვენ შეგვიძლია მისი ჩარევა. შეგვიძლია სისტემის გატეხვა. შეგვიძლია მექანიზმების შეცვლა. თუ twini დროს მდგომარეობის ცვლილებით ზომავს და თუ twini დაუნდობლად შეკუმშავს პროგნოზირებად მონაცემებს, მაშინ დროის შენელების გამოსავალი სინამდვილეში აშკარაა. საქმე პირდაპირ სახეში გვიყურებს. საქმე არ არის ნედლი წლების მიხედვით უფრო დიდხანს ცხოვრებაში. საქმე ინფორმაციის სიმკვრივის გაზრდაშია იმ დროში, რაც რეალურად გაქვთ. თქვენ უნდა დააბრუნოთ ქაოსი სისტემაში. თქვენ უნდა აიძულოთ თქვენი ატომები, რომ ირყეოდნენ ახალ, არაპროგნოზირებად შაბლონებში. თუ ყოველდღე სამსახურში ერთი და იგივე მარშრუტით მიდიხართ, თქვენი twini იძინებს. ის სიტყვასიტყვით დაბალი ენერგომოხმარების რეჟიმში გადადის. ამიტომ სხვა მიმართულებით იარეთ. დიახ, ეს არაეფექტურია. დიახ, უფრო მეტხანს სჭირდება. კარგი. ზუსტად ეს არის მთავარი. თქვენ გსურთ, რომ უფრო მეტი დრო დაგჭირდეთ. გსურთ, რომ თქვენი twini აიძულოთ, გაიღვიძოს და ისევ შეხედოს ქუჩის ნიშნებს, შეამჩნიოს შენობები და ამუშაოს ახალი ვიზუალური ინფორმაცია. თუ ყოველდღე ერთსა და იმავე საჭმელს მიირთმევთ, ყბილებს ერთი და იგივე ხელით იხეხავთ, ერთსა და იმავე ადამიანებს ერთსა და იმავე თემებზე ესაუბრებით, ერთსა და იმავე გადაცემებს უყურებთ, ერთსა და იმავე ფიქრებზე ფიქრობთ, არსებითად უკვე მკვდარი ხართ. თქვენ ხართ მანქანა, რომელიც ციკლურად მუშაობს. თქვენ ხართ კომპიუტერული პროგრამა, რომელიც ერთსა და იმავე ქვერუტინას არაერთხელ ასრულებს. ამაში სიცოცხლე არ არის. ამაში დრო არ არის. იმისათვის, რომ თავი ცოცხლად იგრძნოთ, რათა წელიწადი რეალურად წლად იგრძნოთ და არა ბუნდოვან ლაქად, არაეფექტური უნდა გახდეთ. მზად უნდა იყოთ, რომ ცოტათი დაიბნეთ, ცოტათი არაკომფორტულად იგრძნოთ თავი, ცოტათი დაიკარგოთ. რაღაც ნამდვილად რთული უნდა ისწავლოთ. როდესაც ახალ ენას სწავლობთ, ან ინსტრუმენტზე დაკვრას სწავლობთ, ან უბრალოდ ისეთ უბანში სეირნობთ, სადაც აქამდე არასდროს ყოფილხართ, თქვენ თქვენი შიდა კამერის კადრების სიხშირეს აბრუნებთ. თქვენ აიძულებთ თქვენს twins თქვას. მოიცადეთ, ეს სქემა არ ვიცი. ეს ახალია. მაღალი გარჩევადობით უნდა ჩავწერო. ხურადღება უნდა მივაქციო. დაუცებ, თითქმის ჯადოსნურად, შუადღე იჭიმება. უცებ თქვენ ბავშვობის იმ ზაფხულის დღეს უბრუნდებით, სადაც დრო სქელი, რეალური და დაუსრულებელი გეჩვენებოდათ. ეს არაკომფორტულია, არ მოგატყუებთ. სიახლე ყოველთვის არაკომფორტულია, რადგან ენერგიას მოითხოვს. ის ზრდის მეტაბოლურ სითბოს თქვენს twinში.
თქვენმა ნეირონებმა ახალი ნიმუშები უნდა შექმნან. თქვენ უნდა შექმნათ ახალი კავშირები. ეს სამუშაოა. ეს დამღლელია. მაგრამ ეს სიცხე, ეს ძალისხმევა, ეს მცირე დისკომფორტი, ეს არის სიცოცხლის შეგრძნება. ეს არის ის, რასაც გრძნობთ რეალურად არსებობა და დროში გადაადგილება, ნაცვლად იმისა, რომ უბრალოდ პასიურად გასრიალდეთ მის გვერდით. სამყარო თავისი უდიდესი მასშტაბით სითბური სიკვდილისკენ მიემართება. ის მაქსიმალური ენტროპიისკენ მიემართება, იმ მდგომარეობისკენ, სადაც ყველაფერს ყველგან ერთი და იგივე ტემპერატურა ექნება და არაფერი საინტერესო აღარასდროს განმეორდება. ყველა ვარსკვლავი დაიწვება. ყველა ატომი თანაბრად განაწილდება. და სამყარო უბრალოდ იქ დარჩება მკვდარი, ერთგვაროვანი და უცვლელი სამუდამოდ. ეს ყველაფრის საბოლოო ბედისწერაა. მაგრამ არ არის აუცილებელი, რომ ეს თქვენი გონების ბედი იყოს, სანამ თქვენი სხეული რეალურად დანებდება. თქვენ გაქვთ არჩევანი ამაში. თქვენ გულწრფელად აკეთებთ ამას. შეგიძლიათ თქვენი ყოველდღიური ცხოვრების ენტროპიას მკრთალ, ნაცრისფერ, უსიცოცხლო ერთგვაროვნებად დატოვოთ, სადაც წლები თვალის დახამხამებაში ქრება და თქვენ ძლივს შეამჩნევთ, რომ ისინი გაქრა. ან შეგიძლიათ ქვაბი აურიოთ. შეგიძლიათ სისტემას ენერგია დაამატოთ. შეგიძლიათ შექმნათ ახალი განლაგებები, ახალი ნიმუშები, წეხვის ახალი ნაჭრები, რომლებიც ნამდვილად გამორჩეული, არომატული და დასამახსოვრებელია. გამოდის, რომ ხანგრძლივი ცხოვრების საიდუმლო და მე ვგულისხმობ ცხოვრებას, რომელიც დიდხანს გეჩვენებათ და არა მხოლოდ ისეც, რომელიც კალენდარში დიდხანს იზომება, არ არის თქვენს მიერ აღებული სუნთქვის ან დაგროვილი გულისცემის რაოდენობაში. ეს არის იმ რაოდენობაში, თუ რამდენჯერ შეისუნთქავთ საკუთარ სუნთქვას რაღაც ნამდვილად ახალით. რაღაცით, რაც აქამდე არასდროს გინახავთ, გიგრძვნიათ ან გიფიქრიათ. საქმე ეხება ატომების პროგნოზირებად ნიმუშებად დამკვიდრების უფლების უარყოფას. საქმე ეხება ყველაფრის ახალი და საინტერესო გზებით რხევას. აი, ჩემი გამოწვევა თქვენთვის და ამას სერიოზულად ვამბობ. ნუ მისცემთ ხვალინდელ დღეს დღევანდელის ანალოგიურად. ნუ მისცემთ თქვენს ტვინს უფლებას, მთელი თქვენი ცხოვრება ერთ კადრში შეკუმშოს. გადით გარეთ და ამოიღეთ ხმაური. აამოძრავეთ ატომები. განზრახ აურიეთ თქვენივე სქემები. დაარღვიეთ თქვენი შაბლონები. გააკეთეთ ის, რაც არასდროს გაგიკეთებიათ. ისწავლეთ ის, რაც არ გესმით. ესაუბრეთ ადამიანს, ვისთანაც არასდროს გისაუბრიათ. იარეთ ქუჩაში, სადაც არასდროს გაგივლიათ. რადგან თუ ამას არ გააკეთებთ, თუ უბრალოდ მანქანას ავტოპილოტზე მუშაობის საშუალებას მისცემთ, თვალებს დაახამხრივებთ და მთელი შოუ დასრულდება. უკან გაიხედავთ და გაიფიქრებთ, სად წავიდა ეს ყველაფერი, რატომ წავიდა ასე სწრაფად, რატომ არის იქ ამდენი რამ დასამახსოვრებელი. ეს სამყარო ფანტასტიკური, გიჟური, დიდებულად რთული ადგილია. ის სავსეა საიდუმლოების ფენებით, რომლებიც ერთმანეთზე უსასრულოდ ღრმად არის დაწყობილი. და ყველაზე დიდი ტრაგედია, ყველაზე ცუდი რამ, რაც შეიძლება ადამიანს დაემართოს, არის ამ ყველაფრის დახუჩული თვალებით გავლა, უბრალოდ იმიტომ, რომ გონია, რომ ყველაფერი ადრე გინახავს. არ გინახავ. სინამდვილეში, ნამდვილად არ გინახავ. ისიც კი, რაც გონია, რომ იცი, არ იცი. სინამდვილეში არა. ყოველთვის არის კიდევ ერთი ფენა. ყოველთვის კიდევ ერთი დეტალი. ყოველთვის რაღაც გამოგრჩა პირველი 1000-ჯერ შეხედვისას. სამყარო ისევ აქ არის, ისევ ზუზუნებს, ისევ ირხევა, ისევ გელოდება, როდის შეხედავ მას ახალი თვალით. ასე რომ, შეხედე. ყურადღება მიაქციე. გამორთე ავტოპილოტი. აიძულე თავი, რომ ისევ დამწყები იყო რაღაცაში, ნებისმიერში. რადგან ასე იპარავ დროს სიცარიელიდან. ასე ხდი შენს ცხოვრებას ისეთივე ხანგრძლივს, მდიდარს და რეალურს, როგორც ის სინამდვილეშია. არა მეტი წლის დამატებით, არამედ მეტი სიცოცხლის დამატებით თქვენს წლებს. განაგრძე კითხვა, თუ რატომ? განაგრძე პასუხების ძიება. განაგრძე ყველაფრის აღმოჩენა. ამისთვის ვართ აქ.